ბატონი დავითის მიერ წარმოდგენილ კრიზისი. ბატონი დავითის მიერ წარმოდგენილ კრიზისიდან გამოსვლის გეგმას მინდა გამოვეხმაურო. როგორც ახლა შევხედე, დათო ჩინჩალაძე, მაღარველი საინიციატივო ჯგუფის წევრი. როგორც ახლა შევხედე, ბატონი დავითის გეგმა თავიდან ბოლომდე აგებული არის სპეციალური მმართველის პრინციპზე. მე ახლა მინდა შეგახსენოთ მეგობრებო, სპეციალურ მმართველს რაც შეეხება, სასამართლომ სპეციალური მმართველის დანიშვნის შემთხვევაში ზუსტი მითითება მიცა, რატო უნდა შემოსულიყო სპეციალური მმართველი გარემოზე მიყენებული ზიანის გამო. ჩვენ ნახეთ პირველი სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, მეორე ბესი კირთაძე. და ეხლა ამ საუბრიდან გამომდინარე ჩანს, რომ სპეციალურ მმართველის პიროვნებებში არის თითქოს საქმე, ანუ პიროვნება ვერ გაამართლა და მე უფრო სხვა რამეს ხედავ. სპეციალურმა მმართველმა თვითონ სისტემამ ვერ გაამართლა. ჩვენ რო ვითხოვთ სახელმწიფოს ჩართულობას ამ სპეციალურ მმართველს აქვს თავისი მიმართულება, რა კუთხით უნდა იმუშაოს. ერთი წამით რა კუთხით უნდა იმუშაოს გარემოზე მიყენებული ზიანის გამო, მაგრამ აქ გარემოზე მიყენებული ზიანის გამო გამოიკვეთა ბევრი სხვა პრობლემები. არარენტაბილურობაზე როდესაც ვსაუბრობ ჩვენ, არარენტაბილურობას ის ფასების ზრდა და ასე შემდეგ, კი გეთანხმებით კომისია უნდა შედგეს, მაგრამ იმის გამო არა რომ სპეციალური მმართველი ავირჩიოთ. სახელმწიფო ჩართულობით უნდა მოხდეს შესწავლა იმ ყველა პროცესის, რა პროცესებიც მიმდინარეობდა ჯორჯიან მანგანეში. იქნება ეს აუდიტი, ანუ იქნება ეს ყველა იმ ასე ვთქვათ, ხარჯების აღრიცხვა და შესწავლა, რაც აქამდე მომხდარა, თუნდაც სპეციალური მმართველის მომენტიდან, ნახე, თქვენ რო ამბობთ, კი. არა, ნახე, როგორც სახელმწიფოს ხელმა ვერ გაამართლა. ანუ სპეციალურ მმართველს კიდევ და კიდევ მეორე, სასამართლო მისცა კონკრეტული მიმართულება, შენ უნდა გააკეთო ეს გარემოზე მიყენებული ზიანი უნდა აღმოფხვრა. კი, აქ იმას თავის თემა და ჩვენ უფრო მასშტაბებს ვითხოვთ. ჩვენ ანუ კიდე ახალი სახელმწიფო მე ნახე პათოსი ამ ყველაფერს ამიდა საბოლოოდ კიდე ახალი სახელმწიფო მმართველი ვერ მოგცევს ჩვენ პიროვნების შეცვლა და მენეჯერის შეცვლა ვერ მოგცევს ახალ მოცემულობას ფუნქციების გაზრდა მაინც ნახე ჩვენ თუ მივდივართ იმ მოცემულებამდე რომ სახელმწიფო უნდა გადაიბაროს და სახელმწიფო უნდა მართოს და იყოს პასუხისმგებელი ამ მოპოვებით სამუშაოებზე აი ეხლა თქვენი მოცემულობა მოვისმინეთ, დანარჩენი მე უბრალოდ ეს შესწორება გავაკეთე, რომ ჩვენ სპეციალურ მმართველს არ ვითხოვთ ახალს და სახელდაგვარი ვინ ერქვა სულ არ გვაინტერესებს, თვითონ ეს სისტემა ვერ მუშაობს ამ საქმეში გამართულად და დანარჩენი ბიჭებს აგერ წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლის უფლებაც აქვთ, აქვს ჩამოყალიბებული თავისი ხედვა გეგმა, როგორ და რანაირად უნდა ვიმოქმედოთ. ანუ ეს კიდე კი გეთანხმებით, უბრალოდ ესეთი მოცემულობით თუ ვინმე კიდე გამოსვლას აპირებდა კიდე ახალ სახელმწიფო მმართველზე ავაგოთ რაღაცა ოცნების კოშკები, მაგ არ მოგცეს არსებით რეალობის შეცვლას. კი ბატონო, აგდობა. ხო, მაგრამ სასამართლო მიცა მიმართულება კონკრეტული. ერთი წამი ორი ნახეთ პატივცემული, ორი სახელმწიფო მმართველი ნახეთ. მაშინაც ხო შეეძლო. ანუ მე ჩემი პოზიცია და ჩვენი პოზიცია გითხარით. დანარჩენი პოლემიკა შეგვიძლია გავშალოთ საკითხი. არსებობს ეგეთი მექანიზმი, რომ სახელმწიფო ადამიანი შემოიყვანა მართლად. ეგ მექანიზმი არსებობს. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ სახელმწიფო ჩართულობაზე, როგორც შეიძლება სხვა ფორმა მივცეთ, სხვა უფლება მოვალეობები მივანიჭოთ ამ ადამიანს. ვიღაც პიროვნება არ იყოს და წინა მმართველები არ უპასუხისმგებლობა არ მოგვეცეს და საკრებულოს დარბაზში და უარცხადებიან ისე არ დღესაც კი რაღაცებზე ხელმომწერია სახელმწიფო მმართველი, მაგრამ არ ამართლებს ეს სახელმწიფო მმართველის ინსტიტუტი, მე ამის ფამინდა.
მოგესალმებით ყველას, მადლობას გიხდით პირველ რიგში რომ მომიწვიეთ. ტარიელ მიქაცაძე გახლავართ მაღაროელი. უჩვეულო გარემოა ჩემთვის და შეიძლება აქედან ხმა ავწევ ხმას, არ არის პრობლემა. მოგლეთ, სწორად იყო განხილვა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დახარისხდეს პრობლემები ჭიათურაში, არის გრძელვადიანი და არის მოკლევადიანი პრობლემები, რაც სასწრაფოდ მოითხოვს გადაწყვეტას და რაც დროში მოითხოვს, რადგან ჩვენ 2023 წლის გამოცდილებამ გვაჩვენა თუნდაც სახელმწიფო ჩართულობით და პროფკავშირის ჩართულობით, რომ დოკუმენტებზე, რომელზეც ხელი მოვაწერეთ და ანგარიშვალდებული გახდა როგორც კომპანია, ასევე პროფკავშირები არ შესრულდა და მოგვიყვანა დღეს იქ სადაც ვარ, ჭიათურა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ აუცილებელია პასუხისმგებლობის აღება. ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში გადმოინაცვლა იმ საჭიროებებმა, რომ არის აუცილებლად ფინანსური კრიზისი, იმის მიუხედავად, რომ მერია აკეთებს დახმარებას 200 ლარიან, ჩვენც რაღაცას ვცდილობთ ქუჩიდან, ეს არის ზღვაში წვეთი და არ არის საკმარისი, ამიტომ მნიშვნელოვანია. კი, არის აუცილებელი, რომ სამუშაო ადგილები უნდა შენარჩუნდეს, მუშა პროცესი უნდა ააგეს, ამისთვის სპეციალისტები იმსჯელებენ და უფრო მეტ სიტყვიან რა როგორ არის. ვეთანხმებ იმასაც, რომ თუნდაც ამ ეტაპზე წამგებიანი იყოს, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო პროცესი ააგეს, ის დანაკლისი ხელფასი, რაც 3 თვის განმავლობაში არ მიუღია ადამიანებს და ის საბანკო პრობლემები, რომლებიც შესასრულებელია და უნებლიეთ მოხდა ამ დაზარალებულებისთვის ასეთი თავსატეხი, ეს უნდა იყოს სახელმწიფო ჩართულობით აუცილებლად შესრულებული. სხვანაირად მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გამოვა. ჩვენ წერილობით მივმართეთ როგორც ბანკებს, ასევე მთავრობის კანცელარიას ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ველოდებით პასუხებს, მაგრამ ყველანაირი გზა უნდა ვცადოთ იმისთვის, რა გამოიყვანს ჭიათურას როგორც მოკლევადიანი კრიზისიდან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში რა არის სწორად დასაგეგმი, რომ მივახციოთ, ანუ შევთანხმდით იმაზე, რომ ხელფასებია გასაცემი, ბანკების პრობლემებია მოსაგვარებელი, რომ დასტაბილურდეს. მესამე ეტაპი არის, რომ მუშა პროცესი უნდა ააგეს, ხელფასი და ბანკი დროებით შეაჩერებს პროცესს, სიმშვიდეს პოვებს ქალაქში, მაგრამ ერთიც მინდა რომ თქვა, უკვე მეორე დღეა შიმშილობა დაიწყეს ბიჭებმა და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც ჩვენი მოთხოვნა არის ამ ეტაპისთვის, არის რომ მთავრობამ მოგვისმინოს ისეთი კომპეტენტური პირი, ვისაც შეუძლია ჩვენი ჩართულობა დავსხდეთ და მოგვისმინოს სამმხრივ კომისიაში. დიახ. და გეტყვით ეხლავე მე წეღან ბოდიში მე წეღან შევეხეთ. კი. არა, ეხლავე გეტყვით. აი შედეგებიდან გამომდინარე არა. ბოდიში აუხსნე. კი, ეხლავე აუხსნე. ანუ ეს არ ვარგა ასეთი სამმხრივი კომისია რომ შედგა არის კარგი. მე წეღან შევეხე შეგნებულად 2023 წლის გაფიცვა, სადაც პასუხისმგებლობა აიღო სახელმწიფო პროფკავშირმა თავისი ურთიერთობებთან და ასე შემდეგ. გემახსოვრებათ კომისიური შეხვედრები და შემდეგ არაფერი არ გაკეთა რეალურად. ერთლანდელი შეხვედრა, რომელიც მესამე მხარე გახდა პროფკავშირების გაერთიანება, სულ წინააღმდეგობაში მოდის როგორც მაღაროელებთან, ასევე ჭიათურის ინტერესებთან. მიმაჩნია, რომ მისი ბრალეულებაა დღეს გაწყდება, იმიტომ რომ მისი კოლექტიური ხელშეკრულება, რომელსაც 100 აფრიალებს, ზუსტად კოლექტიურმა ხელშეკრულებამ მიიყვანა კრიზისამდე ეს მდგომარეობა. მას უნდა ბევრი უფლებამოსილება აქვს, რომ საწარმოს პროცესში იყო, თუნდაც ის გაბერილი შტატები, ფასნამატები და ასე შემდეგ. მას ჰქონდა რესურსი ფინანსურიც და იურიდიულიც, რომ უფლებაც ამავდროულად, რომ დროთა განმავლობაში ეწარმოებინა კვლევა, ამიტომ მისი გულგრილობიდან გამომდინარე და კიდევ ერთი მცდელობიდან, რომ ჩვენ მოკლევადიან პერსპექტივაში მოგვივარდეს ეს სიტუაცია და შემდეგ რამოდენიმე თვეში ისევე პრობლემა დარჩეს, უცხადებთ უნდობლობას და მესამე მხარე უნდა იყოს აუცილებლად მუშათა კლასისგან, ეს არის ჭიათურის პრობლემა და აუცილებლად ვინც იცის, აქ არ ჩამოსულა ნახვის განმავლობაში, ვინც იცის ჭიათურის პრობლემები, დასწრეს სამმხრივ კომისიაში მთავრობასთან და დამსაქმებლების გაერთიანებასთან ერთად და შედგეს მოლაპარაკება. სწორედ შიმშილის მიზეზიც ეგ არის, რომ ჩვენ არ მოგვისმინეს, არ დაგვშვეს იქ სადაც უნდა დაგვეჟღერებია ჩვენი ხმა, ქუჩიდან არ ჩანს ისე კარგად და არ ისმის, რასაც ქუჩაში ვაჟღერებთ. ეს არის რაც მინდოდა მეთქვა, რაც შეეხება მოკლევადიანში რაც მინდოდა მეთქვა. შეიძლება რაღაც დეტალები გამომჩა, მაგრამ ჩვენში გავაკეთოთ შექმნით.
რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივებს, ჩვენი მოთხოვნები რაც არის, ეს არის ზუსტად ვეთანხმებით, რომ ტურისტული ასე შემდეგ და ასე შემდეგ მნიშვნელოვანია, რომელიც მაგრამ დღეს ვერ უშველის ეს არსებულ პრობლემას. ჩვენი გრძელვადიანი პერსპექტივა არის ზუსტად ის, რაც გვაქვს ჩამოწერილი თუნდაც ნაციონალიზაციასთან და თუნდაც ფონდთან დაკავშირებით. ანალოგიური არის სოფლის დაზარალებული მოსახლეობა და ეკოლოგია. ყველას განვიხილავთ გრძელვადიან პერსპექტივა თუნდაც ტრანსპორტის საკითხი უნდა ჩაგერჩა, მაგრამ გავშეხეთ 5 წლიაზე ვფიქრობ ჩვენ რომ იქნება 5-7 წლის მაგრამ ხო ასე დღევანდელი 7 წლის მე მოდადგია და საფიქრად ხო არის სწორია სწორია და მაგას ნაბიჯები რომ 7 წლის მე აღარ დავბრუნდა და მაგიშვილი ამას ვამბობ არაფერს ეს გამოიყვანს და ყველა ტურისტული ყველაფერს გააკეთებს მაგას კი არა მე ნახე გასწორდა არბაზი შეცოტა მოგვიანებით შემოხვედი ვამბობ რომ ეს ეკონომიური ახალი ეკონომიკური ხარდაჭერის ცენტრი რომელიც უნდა შეუქმნა მუნიციპალიტეტის ბაზაზე აკეთებს ამ მოსახლეობას ისევ შეიძლება მაგარველი ადამიანი მაგრამ აქ რაღაც ბიზნესია ხო შეიძლება განავიწყოს ვიცი ეს ჩვენი საუბრია მაგაზე ასე ჭარბი პროდუქცია შეიძლება თაფლის მიმართულება იცი შენ ძალიან კარგად რომ არის შეიძლება და რეალიზაციას ვერ ახდენს არის ბევრი სხვადასხვა სტარტაპები რომელიც ყველა უნდა ჩავდოთ მაგრამ ეს მას კი ნიშნავს დღეს ვერ გადაწყდება ამის აკუქი აწოხები სამფროზე არალელურად უნდა ვიმუშაოთ ჩვენ ხვალზე ეს არის ჩემი წინადა კარგად ერთ-ერთი მინუს კომისიასაც იმუშაოს რომ იქნება ისეთი კარგი მოდელი ჩამოგვიყალიბდეს ყველას ერთად რომ რაღაცა შევთავაზოთ ამ ცენტრალურ ხელისუფლებაზე მოდი ჩვენ ხო ვერ შევცვლით სპეციალური მმართველის უფლებამოსილებს ჩვენ უნდა შევთავაზოთ ეს და შეიძლება კარგი გამოგვივიდეს ერთად ამას გაუქმებით დიახ, სპეციალურ მმართველიდან დავიწყებთ მაისში გადის უფლებამოსილებას ვადა, მაისიდან შეგვიძლია რომ უფლებები მივანიჭოთ უფრო მეტი და მეტი ჩართულობა მოხდოთ, თუმცა 2017 წლიდან ბატონი ნიკოლო ჩიხოვანის ჩართულობით ჩვენ ხედავთ რომ ძალიან აქტიური იყო თეატრის საკითხში, რაც შეეხება ახლანდელ სპეციალურ მმართველს ძალიან ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და ანუ რა მინდა გავაგრძელო ანუ კომპანია არის დამოუკიდებელი და ვერ შევეხებ ზუსტად რომ არ ჩავერიეთ კომპანიის საქმიანობაში და ვერ ნახეთ ის საკმაოდ კომპანიების ზოგადად ეს არის ეს ახლა მაგით აღნიშნებ ან პროფკავშირების სახით ან რაიმე გაერთიანების სახით ერეოდეს მართვაში მაგითასაკურებამ და არ ჩართავ გამოიწვია ის რაც გამოიწვია დღეს და რეალურად ანუ მაგ გულგრილობამ და არ ჩართვამ თუნდაც პროფკავშირების და თუნდაც ვისაც ხონდა უმედიცინა იყოს ამას ვამბობ დიახ და მაგას ვამ მეც მანდ ვარ ზუსტად გამოიწვია ის სადაც ვარ და ეს რო ყოფილიყო შესაბამის მოუწყებელმა რომ თავის დროზე რო ემუშაოთ შესაბამისად თანხები რა თქმა უნდა აწარმოა კომპანიამ გაუშვა დახარჯა მაგრამ საწავი ეგ არის საკითხი და ამიტომ მივიდა გაკოტრების დონეზე მე ბევრისგან ვწენია რომ აი დასაგლად მოვიდა შტატები გაიბერა მაგრამ შენ ჯიბიდან ხო არ მიწავი თურმე სამი ციატურის ჯიბიდან მიდის და ციატურას დაატყდა ჯოჯოქეშა გოლოდა რაც შეეხება თავი პრობლემა გოდიში ჩვენ გოგენ ხოლმე საუბარი თავი პრობლემა ჩემი ეს არის ეს გადაბერილი და არასწორი ამდენი შტატები ეთახმები თამაში და ასევე ის რომ რაღაც ნაწილი გაჩერებული ჩემი აზრით ყველაფერმა უნდა იმუშაოს და უნდა იყოს სწორად დალაგებული მენეჯმენტი და სწორად იმუშაოს. ეს არის ამის გასაგები. ამას თუ ჩვენ ერთობლივად მივახდეთ, იქნება უკვე ძალიან მაგარი და შესაძლებელი იქნება ჩვენი ერთობლივი მუშაობა. ეხლა გრძელვადიანზე რომ გადავიდეთ და ცოტა ისეთი მე ვიცი რომ ეს სწრაფად ვერ მოხდება და არც არის და შეიძლება ვერც მე მოესწროს ჯორჯიან მანგანეზის სისტემაში ის რასაც ვამბობ მაგრამ რაც შეეხება ნაციონალიზაციის საკითხს ფაქტი გვაქვს სახეზე საქართველოს რკინიგზა მთავრობის არის ფოსტა არის მეტრო არის აგრესაბაგირო გვაქვს და კიდევ ბევრი რაღაცები და რატოა შეიძლება ეხლა პროექტი ჩვენი გექნავიდე ჩაისურვია ეს საქართველოშიც არის გაგიკვირდა და შაბლების ეს არის ნახე ეს არის დაკიდული და რაღაცა მოგახსენებთ ეხლა მაგის ფაქტები თუ საქართველოში არ მოგეძიება ამერიკაში მოგეძიება დიდ ბრიტანეთში წარსებს არა რომ გაკოდრდა უკვე და $1 შეიძლება ან რეინვესტირება და ჯორჯიან მანგანეს თუ დანაშაულები არ მიუძღვის
კარგია, ამაზე აღინა. უნდა ნაშაულს შადოს იმესაც უნდა დაუბრუნდეთ და ანუ ნახე მაგალითები მოვიყვანე მე უბრალოდ ნაციონალიზაცია რომ მოხდა იმ კერძო აღებული ინვესტორების შემდეგ რომ დაიბრუნა სახელმწიფო და არის წარმატებული. ეს ჩვენ გვაქვს დოკუმენტურად მოტანილი თქვენთანაც, თავრობასთანაც გვაქვს გადაგზავნილი სახელმწიფო კანცელარიაში და ასე მოკლედ ეს მივიდათ შეგვიძლია რომ გავშალოთ. რაც შეეხება ფონდს, ფონდი ზუსტად ის არის, რასაც თქვენ ამბობთ ერთ-ერთი ემთხვევა თეატრის სამომავლო გეგმა, რომელიც ფონდზე გამოიყენება. ბოდიში ეს უნდა მიიღოს, მაგრამ არ არის ფონდია შედის რასაც ამბობთ ფინანსები შედის. ეს არის სახელმწიფო სამსახური. მაგალითად ჩვენ ვყავს 8 სამსახური, რომელსაც ყავს ხელმძღვანელი, სამსახურის ხელმძღვანელი, აყოფილების უფროსი, ავარ სპეციალისტი, სპეციალისტი. გუნდი აკეთებს ამას. შეიძლება მიზანი რა, მიზნობრიობა რა. ეგ არის ზუსტად. შეიძლება კადრების სპეციალისტები მოიწევენ. ანუ მაგას ჭირდება ძალიან მაღალი პროფესიონალი, რომელიც ამის აყვანა შეიძლება. იმიტომ ვამბობ, ეს უნდა დაკომპლექტდეს პროფესიონალები. ადგილობრივმა შეიძლება ვერ მოუწეს. მაგალითად, შეიძლება მოვიწვიოთ პროფესორი იყოს ადამიანი, რომელსაც არასკვლევია ჩატარებული და მიგვანიშნოს რაღაცებზე დაგვაკეთებინა. შეიძლება საბანკო სპეციალისტი მოვიწვიოთ, რომ კარგად დაგვეწყობოს, კარგი სტარტაპი მიმაცემიოს, აი მაგალითად, კარგი მაღაროელიც. ემას ემსახურება. იქ თუმცა უნდირება არა. გადაეხდება, ბოდიში, მათ გადაეხდება ხელფასი. სახელმწიფოს გადაეხდება ხელფასი. რომ ყავს 8 სამსახური ერთის მუნიციპალიტეტში, ეყოლება 9 სამსახური. ერთ-ერთი იქნება ეს, რომელიც ამ საბჭოს იქნება მიდრული. ეს დაეხმარება ჩვეულებრივ ადამიანებს, რომ ამ როდესაც მაგალითად დაიწყეს მუშაობა, არალელურად მოხდეს სხვადასხვა შემთხვევით არ მიხსენებია თუნდაც ფიშა ხო აქვს ისეთი შეიძლება შუში წარმოება აი 100 კაცი ნაკლები არის მაგრამ ხალხზე ეგ არ მოხდება არის მაგალითად ახლა ისე ვამბობ უბრალოდ მაგალითად წარმოავს მაგრამ ნახე რას ვამბობ ჩვენ თუ ერთად იმუშავებთ ყველა და პოლიტიკას ყველა გადავდეთ და იმუშავებთ ჭიათურა ვიგებ შედეგს ამიტომ ზედმეტია რაღაცების ყოფნა საუბარი ერთადერთი უნდა ვიცოდეთ პირველად ახლა დაიწყოს მუშაობა არალო ამ სახით იქნება სამსახური სხვა სახით იქნება უნდა არსებობდეს გასაგებია მე გადაწყვეტილება არა გავიო არის მოკლევადიანი საჭიროებები რაზეც შევთანხმდით და რაც არის ძელვადიანი ჩვენი ხედვა ეს როგორ იქნება და ფონდთან დაკავშირებით დავასრულებ ფონდი იქნება ჭიათურაში და ეს იქნება ჭიათურაში მიმოქცევა იქნება ამ ფულს მოკლედ კერძო კომპანიასთან სალაპარაკოა ფონდი იმან უნდა გადაიხადოს კარგი ეს არის ძელვადიანია და მაგ გავატარო იგივე ტრანსპორტის აგენტი იგივე დაზარალებული მოსახლეობა და ეკოლოგია მე მგონი ამაზე არ ვჭირდება ბევრი მჯერობა რომ ეს მისახები და აუცილებელი მაგრამ ერთი კონკრეტული რაც არის დღევანდელი რეალობა და მოთხოვნა არის რომ თავრობის წარმომადგენლებს ვისაც შეუძლია ეს საკითხი ჩვენთან ერთად თუნდაც სამმხრივ კომისიაში არ გვაქვს პრობლემა თუნდაც იყოს პეტრიაშვილის პროფკავშირი მაგრამ ჩვენი წარმომადგენლობა იყოს რადგან ჩვენ სიტყვას ის არ იტყვის საბოლოო ჯამში არის აღაროელების ჩაფლობები მოხდეს ამ პრობლემის და დიახ იმიტომ რომ პალისევე გავიწიცე ისევე პრობლემაში არის აქულის იმის ილუზია რომელიც პოლიტიკოსი გადაწყვიტავს ამას ამ საზოგადო მოყვარს აღაროელების ჩაფლობები უნდა დაიწყოს ამაზე აღაროელებს ამას ვისწავლეთ მამაღლავა ხალხი ვინც ჩამოვა მე კი არ შეიძლება მე შეიძლება ვესწრებოდეთ თქვენთან აღაროელებს უნდა შეხვდეს და მათ უნდა გაიაროს ყველაფერი იმიტომ იმათ უნდა მიაწოდოს ზუსტად მე შეიძლება რაღაცა ვიცი ზედაპირულად პოლიტიკოსი რაც არის ყველასა თავისი დეკანტირებული ანგარიშები ამაში და სხვანაირად ეთქვა ხია სულთა ხალხმა უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი ამიტომ ის ხალხი ჩამოვა აქ ორი ეტაპი გამის გარანტიას აქ შეხვედრები იქნება და საბოლოო ჯამში ამას დაუწევს მაგაროელიძე ბატონო აქ ორი ეტაპია პირველი ის რომ სამმხრივ კომისიაში იმუშების ჯელობს ახლა და მეორე ეტაპია უკვე გამოგზავნოს კომისია შემდეგ ვინც შეისწავლის რენტაბელობა არარენტაბელობას აი ეს არის რა და ეს მოხდება უკვე ერთი თვის განმავლობაში და სამმხრივ კომისია უკვე მსჯელობს და ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს პეტრიაშვილის მიწოდებული ინფორმაციით რაც არ იქნება არის მოუშუალდობ გამხარსო რომ კომისიაში დაემატა ჩემი აზრით მეგობრებო კიდევ აღაროელები უნდა შეჩარგოს არა ბატონო არ არის საკამათოება ბიჭო ვიგეკამათება უბრალოდ ვილას შესაძლებლობა რა არის და უნდა კი ბატონო შიმშილობის მიზეზიც ეგ არის ბატონო არა უკვე დაიწყეს და ეხლა სხვა არა ნახე არა არის აუცილებლობა იმისთვის
არავინ არ ფიქრობს იმას, რომ ვიღაცა რაღაცა წაართოს და გაუქმდეს. ვერავინ შიმშილობა არის უკვე ყველაზე ბოლოს. მე მოუწოდებ ბიჭებს, რომ არ ვიდე შიმშილობა, დავდგეთ ერთად ყველა და მივიყვანოთ საქმე ბოლომდე. სენტიმეტრია, გეხვერწები, შიმშილობა არ დაწყილა. აღარ არის ამ სიმბოლოები. გეტყვით არა, მაგას ვამბობ, რასაჭიროა სენტიმეტრი რაღაცა. დავდგეთ ერთად იმეს ახალ თქვენ ყველა ტრიბუნა აქ არის. ჩვენ აქა ვარ. ტრიბუნას გულისხმობს საკრებულოს ტერიტორია. ყველა თუ ბიჭებს ამე უნდა თუ იმეს აქა ვარ ყველა. უნდა დავაკონკრეტო რა არის შიმშილობის მიზეზი. ვიცი რო არ არის ერთ-ერთი. ანუ შიმშილობის მიზეზი არის ის უყურადღებობა, რაც 36 წლის განმავლობაში ჩვენ არ ვითხოვთ, რომ სანამ მაღაროები არ დაიწყებს მუშაობა, სანამ ეს სამხედრო დაგვიანას სპეციალური მმართველობა აი ამას კი არ ვითხოვთ ჩვენ ამ შიმშილობას. შიმშილით ვითხოვთ, რომ კომისიაში მოვახვდეთ, რომ ჩავხსან კომისიაში იქ ვისაუბროთ. ეს შეიძლება ჩვენ საერთოდ მცდარი ვართ არ წემივართ დიალოგას, მაგრამ აი ქუჩაში არა და მოლაპარაკების მაგიდასთან გადავწყვიტოთ ეს ყველაფერი. აი არის ჩვენი შიმშილის მოთხოვნა. მოდი ასე გავაზრდეთ ხალხის წინაშე. მოდი დღესო ჩახვათ ახლა ბიჭები სავარაუდოდ იტყულებენ ამას და შევწყვიტოთ ეს ყველაფერი. ვაცალეთ ცოტა ხანსო ჩვენ სამწუხაროდ შიმშილი არ შეცდება თუ რაღაცა ესეთი არ იქნება რა. ჩემი ხომ და შევწყვიტოთ ახლა ვაცადეთ ცოტა ხანს რასაც ახლა ისუსაც შიმშილო. ვაცადეთ მაინც ადამიანი მომდან შიმშილო და რაღაც ჯანმრთელობა დაიზიანო. რამდენი დროა საჭირო იმისათვის რომ თუნდაც სამხედრო კომისიაში თუნდაც არა ნახე ვაცადეთ სიტუაცია ნახოთ ადამიანი აგრესიულ შიმშილოსაც ჩვენ აქ ვლაპარაკობ და კარგად ვარ ხო ასე არ გამოდის. ამიტომ ყველა ჩავერთოთ ყველა თქვენ ჩაერთვები პოზიციურად განწყობილი ადამიანები საზოგადოება ბატონოგივი არ გვინდა რა ეს დღეს რო დავიწყეთ ეგ ძალიან ცუდია 36 დღეს რო დავიწყეთ ამაზე მსჯელობა ჩვენ რაღაცას შევქავ როდესაც რაღაცას ვაკეთებ ვიდივარცი აღარ გვინდა უძველი რაღაცებს გას მე მაგალითად რაღაცებს არ ვიცი ხო და თუ არ ვიცი ეს დაგვიანებულია და მაშინ დაგვიანებულია დავარდო რა დაგვიანებული უფრო კარგად ვიცი მაგრამ ნუ გავახსენებ ხო გადავგარდა ხო ვინდა გადავგარდა დღეიდან რომ დავაწყოთ და ორი სპეციფიკე იყოს რაღაც გადაწყვეტილება მინიმუმ იმაზე რომ კომისიაში ჩავდიდეთ და ჩვენი პრობლემები მთავრობ ხელისუფლებასთან მივიტანოთ ეს იქნება ძალიან დაგვიანებული ეს მინდა თუ ისე პატრონი ახლა მე და ეთახმები იმენი არის შეიძლება მეორიანი მუშაობის დაწყება მაგრამ დიამეტრი რომ განახდება მალე განახდება მომხდარა არ ვიცი ხე ის ბაღაროები რომელიც დღეს გაჩერებული არის იქ მიდინარეობდა ამერიკა გადამაგრებითი სამუშაოები და სიცი გრამდომარეობანი ბაღაროებში არავინ არ მუშაობს უხელფასობაზე მე ვიცი იქ ამბობარობას არა რაღაც გეიქნება ხალხს უფლებას ბაღაროში შესulis მე გაქვენ წავიდეთ და კიდე რამოდენიმე კაცი წავიდეთ და დავინახავთ ის შედეგს რაც ამ ბაღაროების გაჩერება გამოიწვია ამ ბაღაროების გაჩერება ერთი საკითხა ჩავსვათ თუ ეს არ ვიცი მუშაობა შეიძლება ხვალ დაიწყოს არ გეიქის სამუშაოები მაინც დავიწყოთ ცოტა დროულად და ავაკეთოთ რაღაცა თქვენი დანიშნულია ისიც აგრეულია თუ დაგენდა რაც გვაქვს და ჯერისი არ გვაქვს მოდიში ჯერისი არ გვაქვს ველი ის ველი რომელიც დიდი ხალისობრივი გასამარდა შემდეგ ის ველი რომელიც დაინგრა და ის ვერაფარგინე 10 წელი თუ იმუშაოს იმუშავებს 3 წელი და კონკრეტულად მჭირდება ერთი რაღაცის თუ შეიძლება ანუ გასგულისხმობთ ამაში შუქრუთის და კოროფნალების ველის განშვებას გულისხმობთ თუ დანარჩენია იმის განშვებას ისიც გამოუშვა თუ არ იქნება რა რას გვაქვს ჩვენ ის გამისა მაგასთან დაკავშირებით მოგაწოდებთ ინფორმაციას რომ თუ სამხედრო კომისიაში გადაწყვეტილება არ ის ხალხი ითხოვს იმას რომ მთავრობის კომპეტენტურმა პირმა ვითხრას რომ ამ დროში დაიწერება თქვენი პრობლემის მოგვარება შეგვიძლია ყველაზე დიდი ფერსემალია როდესაც ბატონო გელა 70% გვაქვს გადატანის სამუშაოების და შუქრუთის ზეგანზია საუბარი ბატონო გელა შუქრუთის ზეგანზია საუბარი რომელზეც კომპანია აცხადებს 70% ჩვენი რესურსების მოქცეული ამ ტერიტორიაზე ერთი საკითხი აუცილებლად უნდა იყოს
ფულ მუშაობა კი ბატონო. გადაიწია კი ბატონო. ის აგრეგატის სამუშაოები მაინც კი ბატონო. კი, მე გეთანხმები, უბრალოდ მე ვერ ვიტყვი. მე ვერ ვიტყვი შუქურთის მოსახლეობის მაგივრად, მაგრამ არ გეუბნები მოსახლეობა რაღაც გარანტიები თავიდან არ მიიღო. ხოროფნას და შუქურთის მაგაროს ვერ გავუწევ. არ გეუბნები. დანარჩენზე არის ჯერობის საგანი შეიძლება გავდაცანათოს. ჩვენც მიგვაჩნია რომ უნდა მოვაწესრიგოთ მაგაროები, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ჩვენი გადამრჩენელი ჭიათურის პირდაპირ ყოფილა ეს საწარმო, ეს მაგაროები ავიღალეთ, მაგრამ მოусმინოთ ძალიან ხუთი და არის ბიზნესია. მაგაზე შეიძლება დიალოგის რეჟიმში მოგვარება, მაგრამ სამი კომისიაში მთავრობასთან ერთად ჩართულობა საუბარი არის უმთავრეს. ეს არის ყველაფერს ვარკვევთ თანდათან, რატო წასული პროფესიონალურთან ურთიერთობაზე, რატომ დაძაბა ეს სიტუაცია? დაძაბა 2023 წელმა, 2023 წლის გაფიცვის შემდეგ მიღწეული შეთანხმების არ შესრულებებმა, შემდეგ იმან რომ თქვენ პროფკავშირებს აშავებ და ასე შემდეგ, მოყოლებული უკვე 2024 წლის 1 ნოემბერს გაჩნდა ისეთი რა ქვია წესი, რაც არ იყო ხალხისთვის ცნობილი, მოულოდნელად და ასე შემდეგ, არ აწარმოა შესაბამისი არც გამოძიება და არც სამართლებრივი მოთხოვნები კომპანიის წინააღმდეგ. მუშა პროცესის 1 მარტიდან 28 ფევრარს ოფიციალურად კომპანია მიმართა წერილობის პროფკავშირების დარგს, მძიმე და სამთო და ქიმიური მეწვეულობის დარგს, მიმართა რომ მე გავდივარ ჭიათურიდან CMC ჯგუფმა მიმართა და დაგვემშვიდობა პროფკავშირებმა არ გააკეთა ამაზე ოფიციალური განცხადება 7 მარტს ვიდრე კომპანიამ ოფიციალურად არ დადოს მაშინ სოციალურ ქსელში მანამდე ვერ გაიგო მოსახლეობამ და დაზარალებულმა მაღაროელებმა 28 თებერვლიდან აწარმოა ხშირი ადამიანები გამოვიდა. მოდი დავასრულოთ. ეს დავამატებ ეს შემდეგ. დავიწყეთ საპროტესტო გამოშვები, მივედით პროფკავშირებთან და ვთხოვეთ რომ ჭირდება თქვენი გვერდით გომა დაიწყო უმართავი პროცესები უკვე და რაღაცის ჩარჩოებში დოკუმენტი მოგვეცით ჩვენი კოლექტიური შეთანხმების კომპანიასთან, წესდება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ჩვენ არანაირი მხარდაჭერა ვერ ვიგზავნით მისგან, ვიდრე პროექტებზო იურისტმა არ მოგვაქცია ყურადღება და არ დავიძახეთ, როდესაც იურისტმა დაიწყო საქმის პროცესის საბუთების მოძიება პროფკავშირებიდან და უფლება ჰქონდა ამის. ამის შემდეგ გახდა იძულებული ირაკლი პეტრიაშვილი რომ ეჩივლა CMC ჯგუფისთვის რომ ისა არ შეეტანა სარჩელი და ასე შემდეგ. სარჩელი რომელიც დახარვეს და გარკვეული მიზეზების გამო CMC ჯგუფის და მიიწერა თავის იმაზე რა ქვია თავის ანგარიშზე რომ აი მე შევძელი ეს და ასე შემდეგ და მიგვაჩნია კიდევ ბევრი მიზეზები არსებობს ამის დაამატე და მე ერთ-ერთი განსაკუთრებული მიზეზი გახლავთ ჩვენ პატივცემულებო ვიყავით დასაქმებული კომპანია ჯორჯიან მანგანეში. აი გაჩერებამდე რამოდენიმე თვითადრე არარსებულ რაღაცა აი მენეჯმენტურ კომპანიაში გაგვაწევიანეს 3600 ადამიანი, რომელმაც თქვა რომ მე ვკოტრდები, ამ ბოლოს გამოაცხადა რომ მე ვკოტრდები. ანუ ეს იყო დიდი შეცდომა ამ ხელა ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანებული ხალხის რაღაცა შეფასებაში გადაყვანა. ფაქტობრივად ამ ყველაფერმა მიცა ის დანარჩენი უფლებები და ის მოგვიტანა ის მოცემულობა, რა მოცემულობაში და დღეს ვარ. ჩვენ რო ჯორჯიან მანგანეζის მასში ყოფილიყავით, სასამართლო დავები დღეს უნდა იყოს ჯორჯიან მანგანეζის წინააღმდეგ. პასუხისგებლობა ეს ქონებრივი ანაზღაურება იქნებოდა თუ რათაც მოახერხებდა ამ ხელფასების დარწმუნებას, უნდა მოეხერხებდა ჯორჯიან მანგანეζს და რაღაც CMC Groups, რომელიც არის მენეჯმენტური კომპანია და არანაირად არ გააჩნია უფლება იმის, რომ ვინმე ანუ არ უნდა გააჩნდეს ამის უფლება მორალურად, რომ არც სამართლებრივად, რომ ვინმე სადმე დაითხოვს, იმიტომ რომ მენეჯმენტური კომპანია, რომელმაც განაცხადა, რომ მე ვარ პასუხისმგებელი ჭიათურაში მანგანუმის რენტაბელურობაზე. და ჩემებური ამის დავას არ მიშნდა. არა, დავაზი არ არის აქ საუბარი. ეს ყველაფერი რომ ხედველობიდან გამორჩა და ყურადღება არ მიაქცეს, რომ ამ ხელა კონტინგენტის გადაყვანა მოხდა რაღაც უბრალოდ შეფასებაში. ამაზეა საუბარი. როდიში დავასრულებ ბარე. ზუსტად მაგას ვამბობ, ზუსტად მაგას ვამბობ. 100%. დავასრულებ პროფკავშირების რატო არის უნდა ვიდრე რატო არ ვამბობ ამას ვინ მიიღო გადაწყვეტილება შეფასებაში დავასრულებ რა უკაცრავ ანუ ჩვენ მაგის სიტუაციაში ანუ ვიდრე ჩვენ არ ვიბრძოლეთ 2023 წელს 8 წელიწადი მაღაროელებს შეგულებით არის მასაგები ვახტები რა ქვია მას უქმედრეების ანაზღაურება არ ქონდა
ანუ რა მიგვანიშნებს იმაზე რომ ყავს იურისტები, ყველანაირი სტრუქტურა აქვს, ძალაუფლება აქვს, მაგრამ უბრალოდ არაკეთებს, იმიტომ რომ კომპანიას ასეულებს და კომპანიასთან რაღაც ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეს და დღევანდელი ბრძოლაც ვითომ კომპანიების წინააღმდეგ და დამსაქმებელთან და ამ შემდეგ იქნება ფარსი და ჩვენ 2-3 თვეში ისევ მოგვიწევს გარეთ ქუჩაში გამოშვება თუ არ მოხდებით სამთო კომისიაში აიშვებს მუშაობა დაიწყება 3 თვეში 1 თვეში წელიწადში ჩვენ არ უნდა ყველა შევთავაზეთ მაგისტრის დავდოთ მაგაროლის ფაქტორს მისავლიანას მოხდა კომპანიის უფლებებიც უნდა იყოს დაცული. ყველაფერი უნდა იყოს ერთმანეთის სინდეში რომ ყოველ აი წარმოიდგინეთ ყოველ წელიწადს ვაქვს ლამის ხალისება მოვატე. მე მივდივარ იმისკენ რომ ჩერდება ქალაქში პრობლემები იქნება ყველა საფიქრო ჩვენაგან პრობლემები. ხო, ამიტომ ნახეთ გადაწყვეტილების მიღებაში უნდა იყოს ყველა ერთიანი და ძლიერი პროცესი. მივიდეთ ამ გადაწყვეტილებას პირველი უნდა დაიწყოს სამუშაო პროცესი. მეორე უნდა აღიდგეს ყველა ის გაჩერებული მაღარო. მესამე უფლებები ამ პირველი დამწყებებდეთ უნდა იყოს დაცული მაღაროებიც და უნდა ზრდოს ადამიანი რომელიც სამსახურში იდის სწორად და იქ და თავის შვილებს ოჯახს დაუბრუნდება არათუ დაზარალებული დაუბრუნდება ჯანსაღება ნორმალურად და აიდებს თავის შესაძლებლობას. ეს არის თავარი ამოცანა. დანარჩენი ზელვადიანი რასმების საუბრე, ანუ სავატრონა საუბრა, ანუ დაილო მისაუბრა ბატონას თვითონ უნდა ეშეთ პროფესიები. მაგას რომ ხნია, მაგ თემები არის უკვე მაღაროელების პროფესიები, რომელიც მაგ უნდა მეთქვა ზუსტად, ნაგეთ ჩვენ გვინდა შევქმნათ დამოუკიდებელი პროფკავშირი, რომელიც არ იქნება ორიენტირებული იმისთვის, რომ გაანადგუროს კომპანია. იმიტომ რომ ვიცით, რომ ჩვენ ერთად უნდა ვისულმოთ. და ამიტომ გვინდა დამოუკიდებელი პროფკავშირები, ვიდრე ეს პრობლემა გადაიქცევა ჯოჯოხეთთან, მანამდე მიუთითოთ. და კიდევ რა არის? ამავდროულად რა მინდა კიდევ რო ვთქვა. ესევე ჩვენ ჩამოვაყალიბეთ აიბით, რაც უნდა მოემსახუროს დასაქმებულების განათლების დონის ამაღლებას. ანუ არის კომპანიაში ასეთი სიტუაცია, რომ დაუშვათ დასაქმებული შეიძლება აგვიანებს, არ გვებს. დასაქმებული რომელზეც ეუნება უფროსი რო ეუნება გინათ რომ ეს უნდა გააკეთო უფროსი არ გვებს. ანუ ადამიანმა რომელიც მუშაობს ეწოდინება თავისი უფლებები და მოვალეობები იმან ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს და ეს იქნება კომპანიისთვისაც სასარგებლო და ეს იქნება დასაქმებულისთვისაც სასარგებლო. შემოღები თურმე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ვინმე ეს არის აღარველები სასარგებლო. ჩვენ ახლა პროფკავშირებზე სადავთ არ შევკრებთ. არა, არც იქნება. კითხვა იყო დასმული პროფკავშირების მუდმივობაზე და ამიტომ ამოვწურეთ რა. კარგი. მადლობა. ადრე ჩემის ბერესია. გამარჯობა პირველი. მოდი შეგემის თუ დაიღალეთ იმას რომ გამომაცხადა. არა, გავიდეთ პროცესში რომ ესე გადავიდეთ. ისმენდის ყველას რა საუბარი კიდევ ერთხელ დავსვი იმაში რომ წლების განმავლობაში ეს ყველაფერი პრობლემები დაკავშირებულია მოდის ერთი კომპანიისგან. ეს კომპანია არის ჯორჯიან მარგანეცი, რომელმაც დღესაც ეს სიტუაცია დააყენა. ყველა განვიხილავს სამუშაო დასაწყებას რაღაცას, მაგრამ არ განვიხილავს ამ კომპანიას დავაკისოთ ის პასუხისმგებლობა, რაც ამ ქალაქს დაუყენა. რომელიც ძლებია უკვე 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, 5 წელი, ერთი და იგივე წლებზე დავდივარ, ქალაქი კიდევ უფრო უკიდურეს მდგომარეობაში ვარდება და კიდევ იმ კომპანიას ჩაუსვათ ახალი მმართველი. მე ვფიქრობ, რომ ამ კომპანიამ ჯერ GM ყოფილა მხოლოდ და SBS-ები არ ყოფილა, მაშინაც პრობლემა იყო. ეხლა ისე თუ ამათ გავაუქმებთ და ის დარჩება, ისევ იგივე პრობლემა დადგება, იმიტომ რომ დღეს გვაქვს ეს მოცემულობა. ანუ საკითხის იქეთ წაყვანა, რომ მოდი ამ კომპანიას ველაპარაკოთ. ამ კომპანიამ თან ბევრი განცხადებები აქვს მოსმენილი, რომ თურმე ეს ყოფილა, ან ეს ადამიანები რომ სოციალური ის ყოფილა დახმარება, ქალაქის ეს რა. და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორად. სოციალური დახმარება კი არ არის, პირიქით ეს ადამიანები ძალიან ბევრს შრომობენ და მისეული ანაზღაურება ეკუთვნის. კომპანია ამენით არ უნდა ელაპარაკებოდეს ამ ქალაქის წარმომადგენლებს, ითუმეტეს შრომელ ადამიანებს. მეორე საკითხი, რაც მინდოდა მეთქვა, ან სამხრივი კომისია, როდესაც არის შექმნილი და 3 სამინისტროა ჩართული ამ ყველაფერში. 3 სამინისტრო, როდესაც არის ჩართული და პროფკავშირებთან ერთად, ხუდმოგლეჯილი და ოპოზიცია კიდევ გავიმეორე. სამხრივ ან მე ვსაუბრობ იმას, რომ ეს თანხა, როდესაც 3 სამინისტრო წარმომადგენელი ზის და 4 წლის განმავლობაში ადამიანებს თანხა არ აუღიათ, 3 სამინისტრო მინიმუმ ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ თუ კი ამ ფინანსურ დახმარებას კი არა თავის კუთხით თანხას აძლევს,
ამაზე მაინც, ანუ ჩვენ გვინდა და ამას მივცემთ, ეს რო არ იყოს, ზუსტად ამიტომ მithხოვენ ეს ადამიანები, რომ იქ უნდა დაждდნენ და ზუსტად იმ ადამიანებმა უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომ აი ესე შედეგი გვინდა როზე ჩაერწყოს. რა თქმა უნდა, პირველი დღიდან საუბრობთ ამ ყველა. ხო, ამიტომ პირველი დღიდან რომ საუბრობთ, აი ეტაპობრივად ნელა-ნელა, იმათმა საუბრის შედეგმა მოხდა ის, რომ დღეს 60%-ზე მადლობელი უნდა იყოს ვინმე. ეს არასწორია. ან თვითონ გამარაგობენ. მადლობა არავის არ უწევს, რომ მადლობა გამოგხო, მაგრამ შედეგი არ მოიტანა ამ სამწუხარო საუბარმა, ანუ გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო. როდესაც ხვალიდან გადავედოთ ხელშესახებ შედეგებს. ჩვენ ველოდებით პირველივე დღიდან და არ გვერდებით კარგად ვიცოდეთ პირველივე დღიდან შედეგი ვერ დადგება პროცესმა არ დაიწყო მუშაობა. შედეგი იქნებოდა ის, თუ ერთი კომპეტენტური ადამიანი მოვიდოდა და მოვიდოდა და საუბარი დაწყებულია, ჩემ მეგობა რომ მაგით საუბარი არის დაწყებული ისეთი ფორმით, რომელი ფორმითაც ეს პრობლემა კი არ მოგვარდება. უფრო და უფრო გარკვეულდება. შიმშილით ამან მოიტანა, იმიტომ რომ დამცინავად ამბობს ადამიანებმა, რომ 35 დღე ნახევარის ქვეყანა მოვიარე. რო ხვა მაღლა მიგვედანა, როგორ გამოვიარეთ ვერ გავიგებოდი. ხო, პროტესტი მოვიარეთ, რომ ხვა მიგვეწყვინა, თუ ვინმე ვერ გაიგო, რომ პირველივე დღიდან ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიცით ეს პრობლემები, დავждეთ და ერთად ვირაპარაკეთ. ანუ ამ სამხრივმა კომისიამ შედეგი ვერ მოიტანა. ვერ მოიტანა ის გულისხმობს, რომ 60% რავი, აქ ჩვენ რო საუბრობთ მეტი შინაარსი გამოვიდა და მეტი რაღაც ხედვები დავინახეთ. ამდენი ხანი ისაუბრეს ადამიანებმა 60 თვის ხელს 60%-ია ერთი თვის საკმარისგან ვერ მუშაობს ეს. ზუსტად ეს არის. მინდა აფიქსირო საკმარისია, მაგაზე არ საკმარისი და მუშაობა არ არის საკმარისი, მაგას ვამბობ. და თქვენ რა ის რა მოყოლა, მაგას ხვალდაზე მაკობისის მუშაობა შეგვიძლია. მეგობრებო, ეს თქვენი ნახშენი. ამიტომ წინასე რატო ლაპარაკობ? ანუ რაც დადგა იმას ვამბობ, ეს არ არის საკმარისი და მაგიტომ ჭირდება ამ ადამიანის შარდულობა და ჩვენი თავარი ამოცანა რაც არის ამ ქალაქში დაიწყებს ფუნქციონირებას კომპანია, ეს არის ჩვენი თავარი ამოცანა. ამაზე რომ რომელი კომპანიას ამთან იგივე კომპანია უნდა გავაჭედოს რომელიც მე არაფერს არ ვამბობ. ანუ ჩემი პოზიცია არის კომპანია დაიწყებს, რა დაიწყებს ქალაქში მუშაობს და მუშაობს სამსახურებში. ჩვენიც ეს არის, სახელთან არ გვაქვს პრობლემა ჩვენ. მე არ მითქვია კონკრეტულად ის თუ ეს და მე ვიტყვი. ხვალ რა იქნება მე არ ვიცი. მაგრამ შეთანხმები კომისიური მუშაობით უნდა დადიშეთ. ადრესემოლოგები, ბოდიში ერთ ვიტყვი რა, ანუ ბოდიში თენგო ჩაგეჭრები, ნახეთ რა ხდება პათოსი ამ საუბრის. არის ის, რომ ჩვენ, ანუ უნდა ვიყოთ იმ სამხრივ კომისიაში და ჩვენი რაღაცა მითითებები, ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებით. ჩვენი გამოცდილება, ნახე, საუბრობს, ანუ საუბრობენ, დავასრულებ, ბოდიში, მე იგივეა, ნახე, დავასრულებ. საუბრობს მინისტრის თავის საქმეში კომპეტენტური, საუბრობს კიდე წარმომადგენლები თავის საქმეში, მაგრამ კონკრეტულად მაღაროში რა ხდება, რა პრობლემებია, რა პროცედურები, ჩვენო ამ 2 წლის განმავლობაში დეტალ, აი, ყველა ნაბიჯ უყურებდით ამ ყველაფერს, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა. გემახსოვრდებათ ალბათ აუდიტთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მაშინ რო ვითხოვდი კონკრეტულად ჯორჯიან მანგანეს. ანუ არის ეს ხალხი და ვართ ეს ხალხი კომპეტენტური, ზუსტი მითითება მივცეთ და ზუსტად ბევრი პრობლემის ძიების, ბევრი დრო არ დაიკარგოს ამ პრობლემის ძიებაში. კონკრეტულად ვეტყვი, რომ აი პრობლემა. ანუ მოდიში ჩემო. აყენებულია საკრებულოს წინაშე უკვე გაცდაგენებული საკითხი. ინჟინერებს ყველა გუნდი არის საკრებულო და ჩვენ გასაკეთებლებს გავაკეთებთ ყველა ერთად. ბოდიში თენგო გაგცენა. ანუ კომპანიის საქმიანობა არის ნიშნის ქვეშ დასაყენებელი, რადგან ყველაფერი დღევანდელი შეკრების მიზეზიც არის ეს რაღაცნაირი კომპანია, რომელიც ყოველ წელს გვიქმნის პრობლემასთან. ყველას უსვენდი, მაგრამ ეგეთნაირად საერთოდ არავინ არ აკეთებს. ჯორჯიან მანგანეს. მაპატიის რა ჩაწერილი არა ჯორჯიან მანგანელის თანამშრომელი ხო? აკუთრების მმართველის მოადგილეს შეყავი და დირექტორის მოადგილე ვიყავი სოციალურ საკითხებში. რა ჯორჯიან მანგანესია ლაპარაკი. პრობლემები წარმოიქმნა რა CMC შემოვიდა იმაში. ვერ გავიგე ეს იგი რა ახლა. მაგაც CMC თავისი შემოვიდა ვატიცემულობი შემოიყვანა. ის შემოიყვანა? ხო. ჩაერთე გოგა. მაშინ ასევე რამეზე მიპასუხე, შეიძლება თქვენი მეგობარია. სახეს დაგვარდა, რა ასახელი სპეციალურად. 2012 წელს გამოდის სინდიკზე და
ასეთი რამე შეიძლება ნორმალურ ადამიანად თქვა? პიროვნული მინდა არის. მინ შემოიყვანა. GM არის ყველაფრის თავი, რომისთანაც დადგა ესე იგი. მაგრამ ისიასოება ძალიან ხობულა. δεν მუშაობდი დასაქმებული ვარ და იმაზე წინათ მუშაობდი სანამ გაიხიდებოდა 2006 წელს. დამწყების განმავლობაში ვინ არის ამ გარემო ყველაფრის სიტუაციაზე? ლიცენზიანტი არის კომპანია ჯორჯიან მანგანეზი და კიდევ მეორე საიდან მოვიდა მენეჯერი კომპანია არავინ არის. მე არ ვამბობ საიდან მოვიდა. მაგას აგებოშა მისი საფრთხიანობა დასაყრდენია. ახლა ისე ლაპარაკობ თვითონ ჯორჯიან მანგანეზი ჩამოწერილი და გავასაგდები. ასე ნუ ლაპარაკობ თქვენგენათრად. არა რატო ნუ ლაპარაკობთ? არ გვაქვს ჩვენი აზრის უფლება? ჩვენ ვიტყვით რაღაცას, არგუმენტები უნდა გქონდეს. ვეღნობი რეალობას. რეალობას ვეღნობ. CMC შემოვიდა 1 წლის წინ. იმის წინ არ იყო პრობლემები ჭიათურაში? მანამდე არ იყო იმხელა ჯარი. კაი, პატივცემული, მე გეტყვით. თუ ჯორჯი ონგინა რომელიც იყო წარმატებული დაიშალა. შვიდ შეპესენ დაიშალა. ახლა არ გიხო ვინ დაშალა? მე არ ვიცი ვინ დაშალა. გეკითხებით პატივცემულო. ჩვენ არ ვიცი და თუ ჯორჯიან ერთი წამი რა. მე ერთი კითხვა მაქვს. თუ ერთი წამით დიპასუხეთ. პატივცემულო. თუ ჯორჯიან მანგა ერთი წამით. მეგობრებო. ნახე პატივცემულო. თუ ერთი წამი ბოდიში კომპანიის სამეთვალყურეო საწვავისა გეზის ამერიკის შეერთებულ შტატებში რომლის პრეზიდენტმა ნული გადასახადი გამოაცხადა ფეროშეადნოებზე. ეს რას ნიშნავს იცი? ყველაზე მომგებიანი ეს ფეროშეადნოების რეალიზაცია არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. 0% პატრონმა ტრამპმა გამოაცხადა ეს. მანტალე ყველაფერი გინდა მე რომ გაიყო. არა იმპორტებული კომპანია. ყველას პასუხისმგებლობა ძალიან გადავაგრალებ ურავი. ერთ რა აი ნახე ბრო ეს უნდა არ შემიძლია ბოდიში. ქალბატონო ნახეთ ჩვენ ახლა ამ საუბრით სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაყენებთ ერთ ქვეშ. თუ სასამართლომ გამოუტანა ჯორჯიან მანგანეს თუ კეთლის ინდუსტრიული კომპანია იყო და ოპერირებაც კანონის ფარგლებში ჰქონდა, რატომ დააკისა 9 მილიონი ლარამდე ჯარიმა? მაშინ არ გვინდა ეს საუბარი. ეს გავდივართ უკვე ჩვენ ამ ათოსიდან გავდივართ, რაზეც აქ ამოვედით. ჩვენ რა გვინდა საქმის გადაწყვეტილება. საიდანაც მოდის ან ვაცნობ ფოტოდაც ვაცნობ ეს მე სამუშაო. მოკლედ. მოდი რა გავახსენო. საიკეთ რა ჩვენი სამოქმედებები რა. გოგა ჩემი თქმა იქნება უნდა ვაყენოთ ეს აქ რომელსაც პასუხს გაგცით პროფესორ ჩაბადონება და ეს მოგესალმებით. აღნიშნავ თავშივე რომ არა ვარ მე მაგაროები. ძალიან თუ შვიდა და მიყარგებ რა. საკუთი ვარა. თავშივე ვიტყვი ყველას გასაგონად მე მაგაროები არ ვარ და ვარ იგივე ჭიათურე. აქ დაბადებული დაზრდილი და ვცხოვრობ დღეს თბილისში. ეს პროცესებიც აქავარ და რა ვიცი ჩემი ცხოვრების ნახევარზემეც ჭიათურაში ვარ. ნებისმიერ შვებულებას დღესასწაულს და რა ვიცი ჭირიატულ ხინია და რა ვიცი ცოტა არავინ მომწონს და ჭირიცკის სიყავში მოდივარ ხოლმე რომ აქ მიწევს ჩამოსვლა. ზოგადად მინდა რომ როგორც ჭიათურებმა პატრიოტმა ქართველმა და შეყვარებულმა თავის ქალაქს ვისაუბრო ამ გადმოსახედით. და გაიჟღერა აქ ყველას აზემარო აქ ჩვენ ეხლა კონკრეტულად ჭიათურლები ვართ და ყველა უნდა ვიყოთ ამ მოცემულობაში. ამოვიდეთ ყველა ინტერესებიდან რაც პირადია და უწროა და უნდა იყოს აგ ერთი თემა და ერთი პრობლემა ქალაქი.
რაიონი, რომელიც მართლა სადაც გამოსულა, სულ ასე ვამბობ, რომ ყველაზე ლამაზია საქართველოში. ყველაზე უკეთესია საქართველოში. თავის ხალხი, თავის რელიეფი, თავის სიახლოვე. არავის ნაკლები არ არის, თუ არა მეტი. არ ეკუთვნის ჭიათურას ისეთ მდგომარეობა, მით უმეტეს რაც დღეს უდრას. აქ იყო კონკრეტულად საკითხი დასმული, რომ რა გვესახება მოკლევადიან პერსპექტივაში და რა არის გრძელვადიან პერსპექტივაში. მოდი კონკრეტულად ეხა საქმეზე ვისაუბრებ და მე ჩემ განწყობებს გეტყვი. მოკლევადიანი პერსპექტივა პირველ რიგში ადამიანურ სულიერ მდგომარეობიდან რომ დავიწყოთ და შემდეგ პრობლემის მოგვარებაზე, პირველ რიგში აქ არის მთავარი, რომ სახელმწიფო გამოიჩინოს უმაღლესმა ხელისუფალმა, უმაღლესმა პიროვნებებმა და არა მოადგილის მოადგილეებმა, გამოიჩინონ კეთილი ნება და თუნდაც ის ძლიერი მუშტი დაარტყან მაგიდაზე და ესეთი განაცხადი თქვან, რომ მე ჩემი მოსახლეობა ყველაზე მაგლა მიყენია, არ მაინტერესებს არავინ ბიზნესი, არ მაინტერესებს არავის მაფიოზური ჩართულობები, არ მაინტერესებს ვიღაც რაღაცების კლანური მმართველობები და ვის რა იქ თავისი პირადი ინტერესები აქვს, აქ და საკითხი ხალხზე, მასშტაბურად ხალხზე. იმიტომ რომ ეს არ არის რომელიმე ერთი ქარხნის დასაქმებული მუშა მოსახლეობა. აქ არავის არ ჩამოუტანია მანქანა და ნადგარები, არ დაუწყია ტელეფონების გამოშვება. მიწას ამუშავებენ ჩვენს მიწას, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და პირველ რიგში ეკუთვნის ჭიათურებს, რომელი მიწიდან ავადდებიან ჭიათურლები, ზარალდებიან ჭიათურლები. განამარტო ის სოფლები, სადაც ცხოვრობენ. მთლიანად ქალაქი, ყველა მოსახლე. ჩემი სოფლები არის საყურწეში. იქ არ ჩამოდის შეიძლება მარგანეცის მტვერი, მაგრამ რო ჩამოდის ქალაქში ის მოსახლეობა, ისიც ავადდება. ვიღაც აქ ცხოვრობს, სწავლობს და ასე შემდეგ. ამიტომ პირველ რიგში თავარი გამოსავალია ეს, უმაღლესმა ხელისუფალმა გამოიჩინოს ის ნება, რომ ხალხს დაანახოს, რომ მე ვარ თქვენს მხარეს. არ მაინტერესებს არც ერთი კომპანია, არც ერთი ინვესტორი, ჩემთვის უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს თუნდაც ერთი ადამიანი და მით უმეტეს აქ უკვე საკითხი დგას მთელი ქალაქის. ამ ქალაქში ძალიან ბევრი მოსახლეობა არის, არ არის დაცული როგორც სხვა რაიონებივით შედარებით. მით უმეტეს რომ აქ პირველივე დღიდან ბოლო დღემდე არავის არ გაუკეთებია განაცხადი ხელისუფლების საწინააღმდეგო, არ გაუკეთებიათ პოლიტიკური განცხადებები, არ დაუმტვრევიათ და არ დაუწყეთ რადიკალური ქმედებები. აქედან გამომდინარე, როცა ხედავს ამხელა დაჩაგრული სიტუაცია ადამიანების, რომ გამოდის უმაღლესი ხელისუფალი და ამბობს და აჟღერებს კომპანიის სასიკეთო ენით საუბრობს და იგივეს იმეორებს, რაც რუპორტ ტელევიზიებში ვრცელდება, ეს პირველ რიგში მოსახლეობისთვის არის ძალიან დიდი გამამცირებელი მდგომარეობა და უიმედობას ესახება. ეხლა რომ გამოვა ხელისუფალი და იტყვის, რომ პირიქით იცოდეთ, რომ ყველაფერი გადაწყდება ხალხის სასიკეთოდ. ახლა რომ გარეთ ქართული შეერი დგას, ეს პირველ რიგში მათთვის იქნება შვება, მორალური შვება იქნება. იმიტომ რომ უიმედო ადამიანი არის ძალიან ცოტა. აქ არავინ არ არის არც იურიდიულად განათლებული, არც რაიმე პერსპექტივები. არის ვიღაცები წავიდნენ ამ დაუსაქმებლობაში თბილისში და რაღაცები გამოძებნეს, მაგრამ მასიურ ხალხია საუბარი. იმ 3600-დან შეიძლება 500-მა უშველა თავს, მაგრამ ვერავინ ვერ წავა აქედან და ვერ მიატოვებს ოჯახი. თბილისში არ ყრია ესე სამსახურები და უნდა გამოვიდეს უმაღლესი ხელისუფალი მის სიტყვასაც წონა. აი არ მინდა ძალიან ხალხი მინდა გავყვე აზრობრივად და ვიტყვი რა. არა აბზივარ ჩვენ და ხელისუფლების არჩეულობა მე მგონი ვერავინ უნდა დაიგოს. გეტყვი. არა, ბოდიში. მე აბზივარ ხელისუფლების წარმომადგენლები. პირველი ნახე ნახე პოლიტიკაში არ ჩაქრობა, ნახე ბოდიში მეგობრებო. არავინ არ არის ჩვენ სიტყვას ვამბობთ. არა. მე ჩართულობას არ გულისხმობ. მე ჩართულობა არ მიხსენებია. ორი რაღაცა მიდაროდი. პირველი არავინ არ პოლიტიკური განცხადებებით ბევრი გაკეთა და პოლიტიკოსის ბევრი მოწვევა. მეორე ის რომ არაფერი დაგვიმტრებია, ვერავინ ვერ დაამტყს. დაამტყს და აგებს შესაბამისად პასუხს. არა უფლება არ დაამტყრია. უფლება რა აქვს მოსაკითხი. ნება. აგებს და პოლიტიკა აგებს. ეს ყველა ვიცოდე ძალიან ბატონო პასუხობენ კომპანიამაც ბოდიში უნდა არავინ არ იცავს ბოდიში აქ არავის ეგონო და კომპანიის ადვოკატები ჩვენ ეს ქალაქი უყვარს სხვაზე მეტად მე იმიტომ ვთქვი რომ რადიკალებს უწოდებენ ამ ხაზს და რადიკალები არ არიან ყველა უწოდებს თავის თავს
ადამიანები როდესაც პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არ არის სახელმწიფოს. ეხლა რასაც ჩვენ ვამოხდით, სახელმწიფო არ არის ჩართული. როგორ არის ჩართული? ჩართულობა არ მიხსენებია. მეორე კიდე ჩვენ ბოდიშტაბს უნდა დავასრულოთ. ინვესტორს მოახსენებთ ასე. იქ დაღალაში დება რაც შეიძლება ბევრი ინვესტორი. ინვესტორთა ჭუხური არ მოგვიტანს და ინვესტორი ცუდია. ყველა არის ბიზნესმენი. ბიზნეს ყოველთვის შეეცდება რაღაცა რომ დააკეთოს თავის საკეთილოდ, მაგრამ მითო არსებობს ინსტიტუტები, მითო არსებობს ურთიერთობა, ეს არ უნდა გააკეთდეს და ამაში არ არის თუნდაც პროფკავშირები, თუნდაც სახელმწიფო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველ ინვესტორს ამაზე შეთავაზა. ინვესტორი არის ყველა თითოეული ინვესტორი ამ ქალაქში მოსაფერებელი. ჩვენ ასეც ვსაუბრობ, ამ ქალაქში შავი ქალაქია, ვიღაცა არაკაცურ ფილმებს იგებს ამაზე. პირიქით ჩვენი ქალაქს უნდა გაუჩნდეთ პერსპექტივა, რომ სხვა ადამიანი შემოვიდეს აქ. ინვესტორი რაც შეიძლება ბევრი შემოვიდეს. ეს არის ამ საქმის არსი ხალხო. მარგანეცი არ იქნება, სხვა რამე უნდა იყოს. ინვესტორს ჭირდება მოფერება. ნებისმიერი ქვეყანა, გაუგარეული ქვეყანა, ეფერება თავის ინვესტორს, მაგრამ ისეთი რაღაცა უნდა იკეთოს ინვესტორმა, რომ მოდაგიწოს იქაურო. ეს არის თავად, მაგრამ დაგინგრევს და ხალხი ამ მდგომარეობაში ჩაგიყენებს. მე მაგით ვამბობთ, მაგრამ ყველა დანაშაულზე ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი. მაგრამ ის რომ ვიღაცამ ახლა ადგინოს ინვესტორს ვარ, ასე არ შეიძლება. უნდა მოვეკრიბოთ ერთმანეთს პირველში და შემოსულ ინვესტიციებს და ინვესტორს უნდა მოვეკრიბოთ. და ამ ქალაქს არ უნდა დაუკარგოთ პერსპექტივა. იმის სახელი რომ შავი ქალაქია, მოკვდა, დრების ქალაქია, ამას ვის გააკეთებს? ეს არის ამ ქალაქის მტერი, რომელიც პირველია. ამიტომ ჩვენ ყველა უნდა გავაკეთოთ ისო, მე რასაც ვაკეთებ პირადად. ყველგან ვცდილობ ჩემი ქალაქი გავიტანო და ვიყო ჩემი ქალაქის ელჩი. ზოგიერთები რას აკეთებენ, იცი? ნახავენ, დაბუჭებულ ადგილს გადაუღებენ. სუდან და ნახეთ შეეთურა შეაცვი რაღაცა. ის არის ამ ქალაქის მტერი და მიტოა შესაბამისი რეაქცია მასზე საზოგადოება. ამიტომ ჩვენ გვინდა ერთობა ხალხი. გვინდა მეგობრობა. ნებისმიერ თემაში უნდა ვიყოთ ერთად. ინვესტორსაც უნდა მოვეკრიბოთ, ერთმანეთსაც უნდა მოვეკრიბოთ, საქმეს უნდა ვაკეთოთ. როგორც ცხოვრება, ყოველგვარ პოლიტიკისა განაჭარბებს რეჟიმს. მე ვიქნებს, ვარ ვიქნებ ამ ქალაქში ვაპირებ ცხოვრება. და ვაპირებ თავისუფლად და რაღაციანობა. ზოგიერთები ერთმერი გახდებიან და ერთმერებს გააკეთებენ და იყო ის ფილმები, რასაც იღებენ და უწევენ თავის ქალაქს სახელი. და ვის გაუწევდება სახელი, თვითონ მოიმკანეს რო გამოაჩენს რაღაც ამ ჩემი ემოციისათვის, მაგრამ ამ ქალაქს გავაკეთებ ყველაფერს. ყველას გაუმარჯოთ თქვენი დაწყებული ბოლო ჭიათურელამდე, ვინც ეგრე ფიქრობს და ეგრე აკეთებს. აუცილებლად. მე ბატონო გივი, არ მიხსენებია ჩართულობა. ჩართულობა რომ მოხდა, მაგ ფორმასაც გააჩნია როგორ მოხდა და ზუსტად მაგიტომ შიმშილობს ახლა ორი ადამიანი და ის პრეტენზია აქვს რომ ჩართულობა რა ფორმით მოხდა. ჩვენ როცა თქვენთან პირველივე დღეს ამოვედით, იქ იყვნენ თქვენი მოადგილეები და იყო ვიწრო წრეში შეხვედრა და საუბრები. ესეთი გულიანი და ადამიანური საუბრები იყო და თქვენ გითხარით ესეთი რაღაცა. რაღაცა ფორმა ჩარჩო მივცეთ გალაგებული ლამაზი ჩამოწერილი რომ მე წავიღო და შევაწუხო უმაღლესი ხელისუფლებიდან რომელიმე წარმომადგენელი რომ არ ჩამოვიდა. რა ფორმაც მივეც ნაციონალიზაცია და ყველაფერი თავრობამ წაართვა. ეს არ არის ასა. ბატონო გივი, ერთი წუთი შეხვეწებთ აზრი გამიწყდება ახლა მე არა ვარ არც პოლიტიკოსი არც ორი და ასევე უფასო არ დალაგებული არა მაგრამ გზად აქვს. ნახე რა სწავლობ. უფასო ავტობუსების მოთხოვნა არც ეს არ არის. ბატონო გივი. ეს არის მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტი და თუ შესაძლებლობა ბიუჯეტის მუნიციპალიტეტი უნდა გადაწყვეტოს. ასევე 5%-ზე საუბარი არ არის ეს წელს. მე გითხარით მაშინ ჩვენი თავარი ამოცანა უნდა იყოს პირველი. უპირობოდ უნდა დაიწყოს მუშაობა. მეორე, ყველა გაჩერებული მაგარო უნდა დაიწყოს მუშაობა. მესამე, უნდა მოხდეს რეორგანიზაცია. ვინ გითხრათ? ბატონო, ვინ გითხრათ რომ თვენახევრის მანძილზე? შედა პირველ მეორე შეხვედრაზე ამას ვიძახით. პირველი დღეს ჩვენ ჩვენ რომ ვისაუბრეთ პირველ დღეს მომიტანეთ წერილობით გამარჯვება. მომიტანეს მაგრამ ის არ იყო ის რას უნდა მოგეტანა. იქ არც ეგ არ ყოფილა რომ არ უნდა იყოსო და ჩვენ ვითხოვდით რომ ჩამოვიდეს ადამიანი კომპეტენტური, იმიტომ რომ აქ უკვე არის შიერ დატოვებულ ხალხზე. კიდევ ერთხელ განმარტავ რომ ეს არ არის ვიღაცა ინვესტორი ჩამოვიდა აქ აგუბუნა ქარხნების შექმნა სამსახურები და იმის სამადლოდ უნდა ვიყოთ. აქ არის სხვა კონკრეტული რამე, ხო მინდა რომ დავასრულო. აქ ჩვენ ვითხოვდით ერთ რამეს რომ ხელისუფლების წარმომადგენელი ჩამოვიდეს და იქნება ჩვენ ვცდებით. იქნება მოხონები არასწორია. ეს იყო იმისთვის საჭირო რომ ხალხსაც იმედი გქონდეს რომ ჩვენ ხელისუფლება ზურგს გვიმაგრებს. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არ გვიტყვია რომ ხელისუფლება ასე და ხელისუფლება ისე. ჩვენ პირიქით ბევრი კარგი განაცხადი გავაკეთეთ. ჩვენ რომ ვითხოვდით იმ ნაციონალიზაციის თემას. აქ არა ვარ ჩვენ, მე არა ვარ იურისტი, მე ვარ რიგითი
ჭიათურელი იმ დღესაც გაგეცანით რა პროფესიისაც ვარ და მე არ ვიცი ხა იურიდიულად როგორ შეიძლება ნაციონალიზაციის დალაგება, მაგრამ ზუსტად ვიცი კომპეტენტური ხალხისგან რომ ეს შესაძლებელია. ამიტომ იქ სახელმწიფომ უნდა ეძებოს, სახელმწიფოს ყავს დიდი იურისტებიც, ეკონომისტებიც, კომპეტენტური ხალხიც და ამისთვის არის ამხელა სახელმწიფო რო გვაქვს ჩვენ და პრეტენზია რო გვაქვს მაღალ განვითარებებზე რომ ჩვენ ხალხი რო ვაცხადეთ საშენოდ გადმოდგმულ ნაბიჯს აგერ ბატონო ზურგი გაქვთ ხალხისგან რომ გამოცხადდეს სახელმწიფოს აკუთრება. ამისთვის რა არის საჭირო სახელმწიფომ უნდა დაალაგოს და მაღაროელები ვერასწავლის ახლა პრემიერ მინისტრს ეს იურიდიულად როგორ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები კი არა ვართ. ვამბობთ რომ ხალხის ძალა გამოვიყენოთ ამისთვის. მაგრამ ამისთვის შეეძლო ჩამოსულიყო კომპეტენტური პირი და ეთქვა დაელაგებინა თავის იურისტთან ერთად რომ ეს არის შეუძლებელი და მოდი სხვა რამე მოვითხოვოთ. რაც უკეთესია და თქვენ ნახევარი აქ გამწარებული ხალხი რო დგას ამდენი ამხელა ათასიანი პროტესტი ამდენი ხალხი გამოვიდა მთელი ქალაქი და 4-ჯერ ფეხზე და გამოდიან პოლიტიკოსები რომლებსაც ხელეწიფებად რაღაც გაკეთებათ ტელევიზორში და პირდაპირ გაშავებული მედიისგან ამოღებული ინფორმაციას აჟღერებენ იმის მაგივრად რომ თქვას რომ ნუ გეშინიათ ჭიათურლებო ესეც კი იმედი იქნებოდა ადამიანებს. ეს არის მოკლევადიანი, იმიტომ რომ ხელისუფლების ძალა არის აქ დიდი მნიშვნელობა. თუ ხელისუფლების ნება იქნება ამ კომპანიას კი არა და აი ესეთ რამეს სალოლიაო ჭიათურაში არც ერთ კომპანიას არ უნდა ქონდეს, არც წარსულს, არც ახლანდელს და არც შემდეგს. GM იქნება ეს თუ ვინც იქნება, იმიტომ რომ ინვესტორი ვიცი მე რომელიც ჩამოვა რაიმეს შემიქმნის ღირებულს და დამასაკმებს. აი იმას შეიძლება ველოლიაო, მაგრამ აქ ჩემს წიაღისეულზე აი ესეთ პირდაპირ გამზადებულზე რომ მოდის და ფულს რო შოულობ, იმას კი არ უნდა ველოლიაო. იმან იპოვოს თავისი ბოდიში, იმან იპოვოს თავისი მოგება, რომ იყოს როგორც ბიზნესი, მომგებიანი და დაკმაყოფილდეს მისი ინტერესი, მაგრამ მე კი არ ველოლიავები. პირიქით მოთხოვნები მექნება ბევრი რომ არ მომსწოს, არ მომწამლოს, შემიქნას პირობები თორემ. რა აქვს ჭიათურლებს სალოლიაო GM-თან 1500 ლარა ყავს იაფი მუშახელი დასაქმებული და პირიქით თავის საქმეს იკეთებს და ბევრჯერ ვთქვი რომ კახეთიდან ვერ ჩამოიყვანს აქ მუშებს და ვერ მიცეს 1500 ლარა და ვერ ამუშავებს. პირიქით ჭიათურლებს იყენებენ, რომ შედიან მიწაში სიკვდილის ფასად, თავისი ჯანმრთელობის ფასად და ამას არ უნდა ამადლოდნენ. პირიქით ჭიათურლები უნდა დაამადლოდნენ იმ კომპანიას რომ ფულს რო შოულობ აქ შენ არ ჩამოგიტანია აქ და მანქანებს არ უშვებ და ტელეფონებს არ ყვი და კოკაკოლას არ ასხა თუ რა მნიშვნელობა პროდუქტს კი არ ყვი. ჩვენ გამზადებულ პროდუქტს იყენებ და ჩვენ გვიყენებ ამის მუშახელად, იაფად და პირიქით ეს მინდა რომ თქვა იმ კომპანიის სალოლიაო არაფერი არ გვჭირს. თორემ კი ბატონო უნდა გაუფრთხილდეთ ყველა ინვესტიციას, პირიქით ყველა უნდა თავისი ქალაქი წარმოაჩინოთ და ჩემ მეგობრებთანაც ვეუბნები. არ გაგვი ბიჭო ნანახი თქვენ ჭიათურა და აი სურათებს ვნახე, ვიდეოებს ვნახე. ნახე, რა კიდე იმას უბრუნდები რომ ინვესტიცია ბატონო გივი აქ ინვესტიციას ვერავინ ვერ ჩადებს. ვერ ჩადებს, ვიდრე რომ ძალიან შავ პიარია. ეხება გძელვადი. ერთ შავ პიარია. აქ შავ პიარზეც არ არის მარკა, რა თქმა უნდა არის და რა თქმა უნდა წარმოდგენებიც არის და მოწონ ჭიათურლების იუმორი თბილისში და ნახე, ჩვენ წამოვიდა ორი თემი. ერთი წამოვიდა რომ მოკლევად ხელისუფლების წარმოადგინა თავის ძალა და ნება. ნახე, კეთილი ნება უნდა იქნოს ჭიათურლებმა. პირველ რიგში კეთილი ნება და ამიტომ მივიდნენ ის ადამიანები ეხა შიმშილის ფორმამდე რომ მაშინ კეთილი ინებეთ და შეგუხდი იქნება და რას ვამბობ ჩვენ ხო იმას არ ვიძახით რომ რაც სახელმწიფოსთვის ან ქალაქისთვის სულია რა თქმა უნდა ვერ იქნება ყველა აზრი სწორი მაგრამ ჩვენზე ჭკვიანები რო ხართ იმიტომ ხართ ხელისუფლების სათავეში ჩვენზე მეტი ძალა რო გაქვთ იმიტომ გჭირდება თქვენი ჩართულობა და ამ ქვენახევრის მანძილზე ჩვენ რო გავატანეთ წერილები ჩვენ რო თქვით რომ იქნება ჩართულობა და ქვეყანაც რომ მივიღეთ ამის მზაობა ქვენახევარი გავიდა და ველაპარაკებიან ტელევიზორში 2 წუთიანი გამოსვლით და იმასაც არ ამბობენ რაცაც სასიკეთო და საიმედო იქნება ფშიერი დარჩენილი ხალხი ორ რაღაცა ცოტა შეიძლება ჩამოთო მაგის შემდეგ ორ რაღაცა უბრალოდ ორ რაღაცა თქვენ იცი I'm fans, რასაკია, ერო, ჭიათურა და ვაშინგტონი. რა მნიშვნელობა ქართულ ეკონომიკაში იცით ესა?
ათოსი იკარგება დღევანდელი შეხვედრის ათოსი იკარგება დღევანდელი შეხვედრის ორადორი რაღაცის თქმა მინდა რა ზუსტად მეგობრებო ჯერ კეთილი ინებენ და ადამიანს მეცით პატივი და დამასრულებინეთ და ეგრე ნუ მელაპარაკებით ბაბუის ტოლი კაცი ხარ მაშინ ერთი წუთი დამამთავრებინეთ შემოძმაო მაშინ ესე განგიმარტავთ მე თქვენ ჭიათურაში იმხელა სიმდიდრე არის ნებისმიერ ბიზნესმენს რო უთხრათ ეხლა ჩამოდი და გადაიბარე ეს ყველაფერიო ნებისმიერი თუ არა ბევრი სანდარი მაშინ ასაკეთებს ეს კომპანია თუ კეთილი ნებავს მაშინ კეთილი ნებავს დათმობა სახელმწიფო გადაიბარე თუ არა ჩაიკარგა ორ რაღაცას ვიტყვი მე მარტივად გაუსახაზიო აქ არ არის იმ ოდისი რა პატივცემულო მე პატივისცემა მაქვს თქვენს მიმართ უფროსი ადამიანი ორ ერთ საქმეს ვიტყვი მე როგორც ექიმი ხო ხოი ორ მეგობარს რა შეჭმიდა 2-3 დღე მაინც შეჭმიდა ყველაფერი კარგად აი ხო თორა მე დავდოვე ტელეფონი და ვფიქრო იმეს რომ რამე გამოვიდე მე ვარ და გამისამსაადი გამოვიდე და მიხედოინა ერთ რაღაცას ვიტყვი რა ბოდიშის მოხდი მინდა ხაზი გაუსვა რა მე არავისთან პრეტენზია ერთ რამეს უსვავ ხაზს მე არ მიჯერა ერთ რიგით ჭიათურეს რომ ჭიათურაში მარგანეცის მოპოვებაში ვინმეს უნდა ელოლიაო თუ ვინმე კარგს აკეთებს ღმერთმა გაუმართლოს თუ რამე გაუკეთებია ჩანს კარგად რა გაუკეთებია და რა გაუშავებია მაგის კომპეტენტური ხალხი არსებობს სახელმწიფოში და უნდა გამოიძიო ვის რა გაფუჭებული და ვის რა გაკეთებული ზუსტად ეგ უნდა დაისვას ისაკითხი ამისთვის ვითხოვთ სახელმწიფო ბოდიში რა ბატონო ერთ წირმინდა ვავთარებ ვაფშე საუბარს ამიტომ აქ ჩვენ დამცველები არა ვარ GM და არც მოწინააღმდეგეა თუ GM არის გადამრჩენელი ამ ქალაქის რა თქმა უნდა GM უნდა იყოს მაგრამ პირდაპირ გეუბნები GM არ ქმნის რაღაცას არ ჩამოა ჭიათურაში არაფერს არ აკეთებს იმას ისეს რომ სამადლო კონდენს ჭიათურებს იყენებენ და ამას უხატავს ურავი რომ სამადლობელი აქ ჭიათურებს გასაგებია მე მგონი ერთ რაც შეეხება მოკლედ არ მინდა ძარო გამიგზელოს რაც შეეხება გრძელვადი და პერსპექტივებს მოვისმინოთ ზელვადია საჩეხება ანუ ფონდი არის გამოსავალი მოусმინოთ ერთი წამით გავას არ ვიცი ხა ზოგი მოусმინოთ ერთი წამით ზოგი არ არის არ აქვს მეგონის აღნიშნეთ რომ შეგვიძლია საგამონდე ანუ საქმეზე რა ვილაპარაკო აი მაგალითად მითხარით რა რომელ საქმეზე ვერ გავიგე შენ გადარჩენილზე ანუ ყველაფერზე გადაც მე იგივეს არ ვილაპარაკო და იმიტომ რომ აღარ ეს ხალხმა და მე რაღაც ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონე ჩემი ნაგებობელი და იმ ხალხის პირველ საქმესთან აპოთოლებ საქმესთან ახლოს გელაპარაკები პატიცებულო შიმშილობა დაიწყო ხალხმა რომ შეუძლეთ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ეს საქმეა ამას ერთ თვენახევარია ვიძამი თბილისში ამისთვის ვირბინე და ვიღაცებმა სახელი დაგვაკვეს მორბელები იქა
თბილისში ვიყავ. პატიცემულო მაღალი ტონია და ახლა მე რატომ ვიკონტროლებ მე არავისთან პატიცემულო არ გამომიჩენია. მაღალი ტონია ახლა და მაღლა ვისაუბრე. ოდის მაურია და მაგისტრავია. ერთი რაღაცა გავაკეთე. პოლიტიკის რაღაცა სულა დატრია. მე ჩემი მხრიდან ოდის დავსვი ხოთა მოუსმინე. სოციალური რეალიზმი არსებობს, იცით ეს ძალიან კარგად. დააფინანსა თუ არა თქვენები ვინმე. 12000 ლარი. კი პირდაპირ ხოლმე სოციალურ. ოიცადე ვერ სოციალური რეალიზმი. 12000. ეგ რა არის რომ ითხრათ აბა? არა, გეკითხები. გეტყვით ეხლა არაფერი არ არის დასამალი. 200 პოლიტიკაში გინდათ მოსვლა თქვენ? გეკითხებით. თქვენი აზრით მე ჩემი აზრი არა, გაშხარებულია. ერთი წამით ვიტყვი არიელი ოიცა ეს გაჩერდი ერთი წამით რა ნოდარ ერთი წამით ნოდარ მეგობრებო ბოდიში კი არავის მომისვე ერთი წამით ახლა აქ მომისვე პატიცემულოგივი ეხლა რაღაცა მინდა გითხრათ მე როგორც არა უნდა ბოდიში უნდა დავასრულო მე რატომ აქ დაიწყე ლაპარაკი რომ არავითარი პოლიტიკა და თუ პოლიტიკა გასვეს ეს თუ ის სოციალური ეხლა მეგობრებო, ნახეთ ხალხო, ეს არის საკერუო სკოლა. არის ეს სოციალური. ერთი წამი. არც ეგ არ ვიცი და ამიტომ არ ვამბობ. მე ვხედავ სიტუაციას, რომელიც ფარგლებშიც არ ვარ ამ დარბაზში პირები, არც კომპეტენტური და არც ლეგიტიმაციით, რომ რაღაცა კონკრეტული წერტილი და დავსვათ, ასე უნდა გამიგოთ. აქ უბრალოდ აზრები ჩვენი თხოვნა მაღარუელების საინიციატივო ჯგუფის თხოვნა ის თქვენი კომპეტენციის მაგალითად როგორ შეგიძლიათ მიაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას რომ ჩვენ მსაფრ კომისიაში ჩავსვან და დანარჩენ დეტალებში საუბრობთ. ჩვენ ყველა რაც ვართ, ჩვეულებრივ მასალა დაკავშირებით. თელ საგრაფიკო. აქვე დავამატე. შიმშილობა, შეიძლება ბიჭები დანავარებენ, ჩაგაგოში, მაგას მე ვერ გავა ადამიანმა პიროვნა გააწყლება მიიღო და თავისთავად იფიქრა ყველაფერი და გათვალა თავისი ჯანმრთელობას და ასე შემდეგ, მე ვერ გავხდეთ კონკრეტულად თქვა პიროვნებაზე. შიმშილობა ცდები. სახელმწიფო წარმომადგენლებს და ჩვენ ისე იგეგმას აჩვენებთ თუ როგორ. აქ ის გეგმაზე ვისაუბროთ. აზრია რა გუგავთ და პოპულისტობა გამიგონებთ. ვერ გადაწყვიტა მაგი დავიწყე საუბარი. მოკლევადიანი გადაწყვეტა და პრობლემის ეგ არის რომ ხელისუფალმა გამოიჩინოს უმაღლესმა ნება და დაელაპარაკოს ამ ხალხს და ნუ გააკეთებს ისეთ განცხადებებს რომ უიმედობა უჩნდება ჭიათურებს კიდე თვენახევრის მერე და გძელვადიანზე მოკლედ მინდოდა მე თქვა გძელათაც მინდოდა მაგრამ რა ვიცი ახლა მე პირდაპირ გეუბნები ბატონო გივიო არანაირი ინტერესი არ პოლიტიკური არც ფინანსური არანაირი პირადი არა მაქვს შვილებს გეკითხები კეთილი ადამიანები, ვინც გვეხმარება ფინანსურად, ჩვენი ფინანსები არის გამჭვირვალე, ძალიან კარგად. ჩვენი ფინანსები არის გამჭვირვალე, თქვენ გერმანიიდან, ასევე საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ანგარიში ძღია არის და გამჭვირვალეა ყველანაირად. თუ მაგით უნდა დაიწყოს ჩვენი დაშავება, რაც არაერთმხრივება ის თანხები, რაც ირიცხება ჭიათურის მშრომელთა კავშირის ანგარიშზე, სრულად ხმარდება და კიდევ მოხმარდება მომავალში ჭიათურის და ჭიათურელების კეთილდღეობას. წავედით. ბიძახის ტარიელი, ბიძახის მანერა, ბიძახის და ჩამოდით. წავედით. დავით. ჩამოდით ყველგნევია. ხო, რა აზრი არა გავიდით კაცო. ანუ მე ვიტყვა პოლიტიკური სანაკოთი თუ ეს ბიჭები და ჩვენ ახდებით იმას რომ ჭიათურულად ლაპარაკობთ ადამიანებს პოლიტიკას დავანებოთ ამიტომ იყო ეს საუბარი თუ არ გაიგეთ არა ჩემ არ გაიგეთ რამე პოლიტიკური მე ფეხძიმე მეუღლე ყავს თბილისში დატოვებული არაფერი არ მირჩევნი ეხა ჭიათურაში იყოს მშვიდობა და წავიდე და ვიყო იმის გვერდში მე
ამ კონკრეტული საკითხის მიგული არანაირი ვიწრო პარტიულ და ვიწრო არანაირი შევეხები ამ გეგმაზე წეთან თითქოს რაღაც ძალიან ძელვადიანი ყველაფერი და ჩემი მხრიდანაც ხარ რა არის ეს არის ხელისუფლების ჩართული გასაკეთებელი ამიტომ სამხიზე თუ პროვინციური თუ გახდება და ეს ბიჭებიც ჩაერთვებიან ესამოდი. ბოდიში ჩართულობით და კეთილი ნების გამოხატვა. ეხლა ყველაზე მთავარია ფაქტები წერა. თითქოს აი უხვალ უნდა აღდგეს სამუშაო პროცესი, ხო? ამის ჩემი აზრით ამ პირველი ნაწილიც არის გეგმის, ხვალ აღდგეს ეს ხელისუფლება უნდა თხოვოს თუ მოთხოვოს რა ვიცი კომპანიას რომ განიხილოს ეს საერთო ჰოლდინგი ან თუ მუშაობს პეროჩელადნოვი ქარხანა და თუ ამზადებს პროდუქციას და ჭირის უნდა იმუშაოს ჭიათურის მაღაროებას. ეს ამ წუთში არ არენტაბულური რომ ციხოს სხვა რაღაცები და უნდა დაბალანსდეს ამის რენტაბელობა. თუ ჭიათურის ოპერატორი მუშაობს, პერო მუშაობს, ვარციფეტესიდან იათ ელექტროენერგიას იღებს პერო და იხიდება სიმიკო მანგანუმი უნდა იმუშაოს ჭიათურის მაღაროებას. ეს ხვალ არის, ხვალ უკვე გაკეთდება. კიდე რა უნდა გაკეთდეს ამ გეგმიდან ხვალ. იმ დაზარალებულ მოსახლეობასთან გასცეს ხელისუფლება და მოიფიქრო კონკრეტული გეგმა, კონკრეტულად რაზეც ხელს მოაწერს დაზარალებულ მოსახლეობას, სამხედრო ჩართულობას თუ უშუალოდ მერის აფიჩების და ნახეთ და ეს ადამიანები მზად არიან თუ ასეთ გეგმა იქნება ხვალვე აღდგეს მუშა პროცესი იმ ზეგანზე. ზეგანზე და უკვე რენტაბელობაც ამით ფასი არის. მეორე მუშაობის დაწყება არის და დანარჩენი და გადაუბრუნდები. აი, გონდა ჩართულ. ზედმიწევი ბოდიში. ზედმიწევი ბოდიში ჩემს და ვიმეორებ კი. ჩემი თავარი ამოცანა და ჩვენ ვიყო პირველად ხალხმა რომელიც დაჩქურდა არის მიიღო ხელფასი. ნო, მომდე შეიძლება. მეორე თავ ერთი დაგიმოზე გადავიდე. ერთი ვიღაცები გეგებულობა რაღაცას. ხემო, მეგონი არასწორად ჩავდე. მეორე ჩემ პირველი მეორეა რომ აუცილებლად დაიწყოს კომპანია მუშაობა. ყოველ მიზეზ განშე ჩვენი ჩართულობით ყველა. მესამე რომ იქ შეცილება მოხდება თუ გადაიარაღება მოხდება ეს უკვე ერთობლიობის აღები გადაწყვეტილია. დანარჩენში ყველა უნდა შევდაგდეთ იმაში რომ ერთმანეთს დავუკვირდეთ გამოვიდეთ პოლიტიკაზე მიტო დავსვეს შეკითხვა ხალხს სწორად გაიგეთ. თქვენ უნდა იყოთ ჩემიგანაც დამოუკიდებელი, დათოდანაც დამოუკიდებელი და გიორგიდანაც დამოუკიდებელი და ჭიათურულად უნდა იაზრო. ამაზე უნდა შევდაგდეთ ყველა. თუ გიორგის თავის ინტერესი ექნება, მე ჩემი ექნება და დათო არ გამოგივართ არაფერი. მიტო დაგისვით. არავინ არ დაიყარება არც მე, არც ესენი გვერდზე. იმუშავეთ მარტო. ამას გიხსნით. პოლიტიკა ჩახსენით თქვენ თემიდან. აგერ გააკეთეთ დოდარი განცხადება, გააკეთეთ საბოქს, გავაკეთებ ეს ჩვენ მოვიდა ამ სიტუაცია. ამიტომ სწორად გოგი, აგერ სხვა აქცია პოლიტიკაში. არავინ არ პოლიტიკა. ამ ხალხში ფასე აღარ იქნება, აღარ იქნება. ხონდა ვიარო ამ ხალხში. გავბიჯეთ ჩვენ. ამიტომ გავბიჯეთ. არც მართლობა პარტია. ამიტომ როგორ ესენი ექსპერტია გოგი. ჩვენ ხوارვერი არასდროს აგერი დიბატები პოლიტიკურებით ჩავრეულა თუ რაღაცა არც მართლობა პარტია უნდა გამოიყენოს ეს ხალხი მაგის საჭიროა ერთჯერ დაუჯერ აკოპია მაგრამ აქ აბსოლუტურად ხო მოშიშილებით შეიძლება და მე მოგახონი რა ამინდო ეხლა პოლიტიკურზე გადავიდეთ ან ტელეფონიც მიჯდება არითო საუბრობ როგორ ჭიათურებ ჩვენ ასე ლაპარაკობ ვისაუბრებ იმაზე რაც არის გადასაწყვეტი ის საკითხი უნდა გადაწყვეტს ვიყავ ხელისუფლებამდე მიკრება ინვესტორამდე ისო ესე მოიცეს ის საკითხი შეხამაში გავაკეთე საერთოდ როარ აი ეს ხალხი ამ ხალხს ის საშუალო რა ყოფილიყო ეს ხელფასი იმდენი ფული მიაქვს ქალაქიდან თუნდაც დაგიგვით მე ჩავსწავლეთ ამიტომ ეს ამიდა ამიტომ ამუშავე ვიდით დოლარებში რაღაცაა უშავ პროცესის რაღაცა ანგრედამდე მიიღოს პირველი აფერი აგაზია საუბარია არ მინეს მეორე ემოციები დავხრეს ხო და გამოვზიხარ ჩარჩოთა არც პირილები არც ჩხუბი არ შეგვიდა ანიშე უაფრესია როდის მიგივები კონკრეტულად არ მინდა შეგა მე დავიშ და მე შევიგდო ადამიანამდე ყველა უნდა ვეცნოთ ჩვენი ასე თუნდა სამალი დავასრულო ჩვენ გავალთ თქვენ თქვენ გააგზავნეთ ალბატონებო და ბატონებო, ბოდიში, ჩემი პატივისცემა ყველას, ვინც ამ დაწესებულებაში მუშაობთ, მაგრამ ჩემი აზრი ესეთია, რომ ეს დიდი თემა არის და ცდება ამ მოგვარების არეალს.
აქ ვარ ჩაერთო და კონკრეტულად მაგალითი ხელისუფლება გვაქვს და აქ ვერაფერი ვერ მოგვარდება და ვერ გადაწყვეტება. ჩართულობით ვენახევარია და მე დარწმუნებული ვარ რომ არც ეს ვენახევარი თქვენ გუგულის არ გონია დაკრეფილი და არ მგონია რომ ვინმეს ეს არ გკიოდა და არ განერვიულებდა. ჩვენ ვართ რომ ამა გვინდა შედეგი დაიწყო არავის არ ეგონოს აქ ვინცა არავის არ ქალაქი არ იქნა ხელისუფლების ისე ბანო არიან თუ გაუსმინოთ რა მოგესალმებით ყველას ისმენით და ვიკეთება დავიგე ყველასაც ოდიში წელს დავსვან სვედროვი მე ვარ საზოგადოებრივი კონტროლის მომისიათურა და პოლიციას უმეურნეობის ძინარე ისტორია მინდა მოყვე რაც ყველას ემახსოვრებათ მაგრამ საზოგადოებრივი ტელეფონი მიჯდება რაღაცა ისეთი განცდა დამშა რომ თითქოს ეს პრობლემა არის ახალი და თითქოს ამ პრობლემაზე დღეს დავსხედით გუში გაჩნდა და ვისკეთ მოწოვდა ამაზე ზადებას და ყველა შევთანხმდით და რაღაც პირველ ნაწილში არულია ჩამოვარდა რომ ვიკითხე საერთოდ ყველა მიმართე დეპუტატს რომელზეც ბარი მიყავს სამიზანდება რა 24 საათიან რეჟიმშია ჩართული იმაზე მეცაქმე საკეთებს მედია მძდომები ყველა გასაგებია მაგრამ 24 საათის ბოდიში მეგობრებო კამერა რომელთაც ამ ლაივს უყურებთ სამწუხაროდ ჯდება და უნდა გავთიშო ლაივი